ახალქალაქის მოსახლეობის ნაწილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მათ ამ მოთხოვნით აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან გამართეს. აქციის მონაწილეებს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი შეხვდა. ახალქალაქელთა განცხადებით მათ მშვიდობიანი თანაცხოვრება სურთ ქართველებთან. ასევე აქციის წევრები ითხოვენ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას, რომელიც ჯავახეთში არსებობს. იმანშვილი არის გახსოვს საპატიო თავმჯდომარე არის ქართული ოცნების. მას ყავს გენერალური მდივანი და მთელი სტრუქტურა ყავს პოლიციის საბჭო ყავს, სადაც უნდა წდებოს საკითხები. ამიტომ მე ნამდვილად ვერ გაკადრებთ, რომ უმის ამარ სწორად არ მოხვით, მაგრამ მე გავხდები თქვენი ლობისტი და შუამავალი ამ პოლიციის საბჭოსთან, რომ თქვენი საკითხები განიხილონ აუცილებლად. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური საკითხები და პოლიტიკური პარტიის საკითხები არ წყდება მთავრობასთან რა. მთავრობასთან სხვა საკითხები წყდება და არა პოლიტიკური. მიუხედავად ამისა, მე გარანტიას გადავდო, რომ მე ამ დაგეხმარებით ამ მიმართულებით და ჩემს წრულ შევიდა რა თქმა უნდა. ორი თვის განმავლობაში ჩვენმა პრეზიდენტმა მიხაილ სააკაშვილმა ბევრჯერ განცხადება გააგრძელა, რომ ახალქალაქი ზუსტად არის ის სეპარატიზმის შუაგული. და ჩვენი აქტივის ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზიც არის ის, რომ ჩვენი მოსახლეობა უჭერს მხარს ქართულ სახელმწიფოს და ჩვენში არანაირი სეპარატიზმის კვალი არ არსებობს. არის იდენტიფიცირებული სამი მთავარი გზავნილი დღევანდელ აქციაზე. პირველი არის სამართლიანობის აღდგენა ჯავახეთში, მეორე არის სოფლის მეურნეობის პროგრამების განვითარება და მესამე არის ის, რომ ჯავახეთში სეპარატიზმი არ არსებობს და არის საუბარი იმაზე, რომ თქვა გარკვეული ძალები ცდილობენ გაღვევას ეთნოსთა შორისი წინააღმდეგობის ჯავახეთში.